Pani Agnieszkam გადამაგდო. მომდის მეილზე წერილი. გამარჯობა. სამწუხაროდ თქვენთან დაკავშირებული ამ ბინის გაქირავების საკითხი ჩემთვის ზედმეტად გართულდა. ვცდილობდი საქართველოს საკონსულოს საშუალებით გამერკვია კონკრეტულად რომელი დოკუმენტები და ნებართვები ადასტურებს პოლონეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, მაგრამ საკონსულოში ქალბატონმა სხვასთან კონსულტაციის შემდეგაც კი ვერ შეძლო ჩემთვის პასუხის გაცემა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ხაზიც მხოლოდ 4 საათამდე მუშაობს. ჩემთვის, რადგან ბინას მხოლოდ სტუდენტებზე ვაქირავებ, ასეთი საკითხების გარკვევა უკვე ზედმეტად ბევრი სამუშაოა. ანუ ამ ყველაფრის მერე მიჩნდება ესეთი კითხვა. უკაცრავად ქალბატონ, თქვენში ხომსვა? რადგანაც თავიდან რომ მივედით, ყველაფერი უთხარით, ყველანაირი საბუთები გვაქვს, მოგაწვდით, როგორც კი დრამე დაგჭირდებათ. მაგრამ ქალმა, რა ვიცი, არ ვიცი, ვინ არის როგორია, გადაგვაგდო. მაგრამ თქვენ მაღაზიაზე არ დარდოთ. მე უკვე ვნახე ქალბატონი კატაჟინა, რომელმაც უკვე ბინა მოგოქირავა და თვის ბოლოს გადავალ.